პირველი მარცხი კარიერაში თეთრი სახლის ეზოში გამართული ისტორიული ბრძოლა ქართველი გულშემატკივრისთვის მძიმე ემოციებით დასრულდა. ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ორთა ბრძოლის გაგრძელების საშუალება თვალის მძიმე დაზიანების გამო აღარ მისცეს. დაზიანების მიუხედავად ქართველმა მატადორმა 4 რაუნდი იბრძოლა, თუმცა მეხუთე რაუნდის წინ მისმა კუთხემ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. გამარჯვებულად ამერიკელი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი გამოცხადდა. მატადორი დაბრუნდება, ამ სიტყვებით ამხნევებენ ქართულ ჩემპიონს მისი გულშემატკივრები. თბილისში ქურდიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ღამით კაცი გადმოვარდა. ნიკა ქარელაშვილი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით მანამდე გაიგეს სროლისა და ჭხუბის ხმაც. ადგილობრივების ინფორმაციით დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. საქართველოს როგორც ოჯახს და ერთმთლიანობას ისევ უყურებ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. მე ყველა ქართველი მიყვარს, თქვა ბერა ივანიშვილმა ემინ აგალაროვის პოდკასტში. ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას მან თქვა, რომ ის მისთვის მენტორზე, მამაზე და მეგობარზე მეტია. თუ მე ამერიკაში შემხვდება ქართველი, რომელიც 10 ადამიანს ეჭუბება, არასდროს ვიკითხავ ვის მის სახმა და ამის მიხედვით არ გადავწყვეტ დავეხმარო თუ არა, თქვა ბერა ივანიშვილმა. რუსების თავდასხმა კიევ-პეჩერის ლავრაზე დაღუპულია 4 და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. კიევის მიტროპოლიტმა ეპიფანემ ლავრაზე დარტყმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი დანაშაული უწოდა.